რელაქსი გახლავთ, მოდით დავიწყოთ რელაქსი, იმიტომ რომ სტრესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ფონი. ხან დიაბეტი ემართებათ, ხან ფსორიაზი, ხან რა უძილობა თავისთავად. რელაქსი არის ის პროდუქტი, რომელიც აბსოლუტურად ყველა პროგრამის საფუძველია. ეს რას აკეთებს? ამას შედის პასიფლორა, ამაში შედის ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ისეთი პროდუქტი, მაგალითად, სალათი, ლატუკი, შედის გვირილა, თავისთავად შედის ბანანი, იცით რომ ტრიპტოფანი შეიცავს და მე გარდაიქმნება ხოლმე ბიოლოგიური წესრიგები, სეროტონინად, ბედნიერების ჰორმონად. მე აბსოლუტურად ზეპირად ვიცი მათი შემადგენლობა, ამიტომ დღეს სლაიდებით მე არ გესაუბრები, სლაიდებით გვექნება სხვა შეხვედრები. და მინდა გითხრათ ესეთი რამე, სტრესის ჰორმონს კორტიზოლს, აი ისე არეგულირებს, რომ აბსოლუტურად იხსნება შინაგანი წინააღმდეგობა, ფართოვდება მიკროკაპილარების სპაზმი, აგრესია, დაძაბულობა და ნერვული უჯრედების გარსის აღმდგენი მკბებავია. მე ყოველთვის ვეუბნები, რომ არ დაუძახოთ წამალი, ვიცით რომ არ მიყვარს ხოლმე, როდესაც ერთ რამეს ურევენ მეორეში, ხო? ამიტომ ეს არც ეს იცით რა შეიძლება საღამოს უნდა მიიღოს ადამიანმა 2-3 საათით ადრე, როცა უნდა რომ დაეძინოს და მოუწესრიგდება ბიოლოგიური რიტმი და უმძიმდებათ ხოლმე ფოთოლობებით 11-ზე, 10-ზე ნუ გააჩი როდის მიიღებენ და გამოძინებული ხარ და დილით ხარ აღდგენილი, რეგენერირებული, ძალა გაქვს, ენერგია, ხალისი, როგორ გოგო ეს რაღაც ცუდი აზრები წოთეშოს ეხა მივიღე წერილი, რომ ერთი ადამიანი მწერს, რომ თამონა უბრალოდ მარტო რელაქსით დავიწყე, ესეთი ნერვული სტრესული ცხოვრება მაქვს. და უბრალოდ ცუდი აზრები, საკვიადებები და რაღაცები, რომ მეგონა რაღაცაში გადაიზრდებოდაო, ამილაგა საერთოდ. ამიტომ ეს არის არაჩვეულებრივი, დიდისთვის, პატარასთვის, ჭირვეულისთვის, არააგრესიულს. თუ თქვენ სულ კანხაციაზე ხართ და გონიათ რომ მშვიდად ხართ, ესე არ არის. იმიტომ რომ სტრესი დღეს ყველა უჯრედში არის, ასე ვთქვათ, დომინირებს და 7 ხარ თუ არ ხარ 7, აუცილებლად მე გირჩევდით იმის გამო, რომ აი ზუსტად გამტარობა გაიზარდოს კაპილარებში. მიიღოთ რელაქსი, გამოიძინოთ, 2 საათით რო იძინოთ, ეფექტი აქვს, თითქოს 2 დღე და ღამე გეძინა და ხარისხი აქვს, სხვანაირი, სახე დაალაგებულია, დაწყნარებულია, შავი უპები, რომელთაც ვიღვიძებდი მე 16 წელი და ვიყავი ნაწამები ყოველდღიურად, თუმცა მეძინა ხოლმე 14 საათი კიევში. ნუ ეს იყო ჯერ ესეთი სირცხვილი ჩემთვის, რომ არ ყოფნი და ძილია სუსუ ბალიშისკე რაღაც ესე მაგნიტივით მიზიდავ და საერთოდ არ ჭირდება მაღვიძარა. თქვენ იცით რამდენს მუშაობენ ჩემი ლიდერები, რადგან მუშაობ მე, არ ვიცი საწავიღო ენერგია. არ ვიცი საწავიღო ენერგია, იმიტომ რომ მაქვს მოწესრიგებული ძილი, თუნდაც ის 5 საათი, როცა მე რელაქსთან ერთად ვიძინებ. ერთი დრაჟე უნდათ ბავშვებს. 10 წლამდე ესე, თუ ძალიან ჭირვეულია, ეხლა დედამ შეიძლება გაუზარდოს დოზა. თუ თქვათ დგას ძალიან სერიოზული დიაგნოზი, მაშინ ჩვენ ვსდით 3-4. საერთოდ რელაქსი არის ინდივიდუალური. ჩვენ არ ვიცით ბრმად რამხელა სტრესია, რამხელა პროცესია, რა გადაედა ადამიანმა. მოერევა კი 2, ამიტომ გაზარდეთ. დააკვირდით 1 დღე, 2 დღე, გაზარდეთ, მოაკერეთ და ამას არეგულირებთ ხოლმე პერიდოზირება ნამდვილად და გამორიცხულია. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ თქვათ, ეხა ბავშვმა რომ იპოვოს, თქო, ნუ ეხა არ არის სასურველი რელაქსი იპოვოს, მაინც ხო მოადონებს ძალიან. თქვათ რომელიმე დრაჟე რომ იპოვოს და შემოეჭამოს, ასეც აკეთებენ ხოლმე ბავშვები, ის ზედმეტი რაც არ მიიზიდება დაზიანებული უჯრედთან, უბრალოდ ჩარდით გამოიდევნება და არ ხდებათ ესე დოზირება. ყველაზე მეტად ის მომწონს ამაში, რომ ჩვენი ყველა დრაჟე, ვინაიდან უარყოფითი მუხტი აქვს, მაშინვე სუსტუწე გარემოს უქმნის ჩვენს უჯრედებს, სადაც უკვე შებოჭვა, შებორკვა ხდება იმ პათოლოგიური პროცესების, რაც მჟავე გარემოში ესე აქტიურად ვლინდებიან ხოლმე და აქტიურები არიან, მათ შორის სიმსივნე, მეტასტაზები, ბაქტერია, ვირუსი, ყველა ამათ დადებითი მუხტი აქვს ყველას და როგორც კი უარყოფითი მუხტი მოდის სისხლში, იქ უკვე всё, პათოლოგიას ვაჩერებთ და დგებთ პროცესს. იცით რა მხელმნიშნულობა აქვს pH-ს, რომელიც არის ხშირად გადახვილი მჟავიანობისკენ და სტრესთან ერთად ჩვენ გვაფერებს ასევე ზუსტად ეს არასწორი კვებით გამოწვეული მჟავიანობა. ასე რომ, როდესაც მე ეს დავინახე, მე მივხვდი, რომ ფსორიაზი ალაგდება აბსოლუტურად ყველაში. დაამეტაკენ ჩემი კოლეგები, რომ ეს არის ნონსენსი, რომ ეს არის განუკურნებელი დაავადება და მე მინდა გითხრათ ვაღიარო. აი პატარა მცენარეულმა დრაჟემ საერთოდ ამოაყირავა ჩემი ცოდნა ის კლასიკური, რაშიც მე მთელი ჩემი ესე იგი რამდენი წელი ხო სამედიცინო უნივერსიტეტში გამოცდებში, ღამების თებაში და იცით რამხელა შრომა უწევთ ექიმებს. თქვენ ჩემზე მეტი ნაშრომი გააქვთ, იმიტომ რომ თქვენ სულ გადამზადება, სულ ტრენინგები, სულ ასე, სულ ისე
მე გავაკეთე ცოტა პაუზა და ალბათ ამ ბიზნესს ველოდებოდი და ამ კომპანიას ბიზნესაც ვერ უწოდებო კომპანიას. და მინდა გითხრათ, რომ ნუ დაუჯერებელია ეს ყველაფერი. კარგით. რელაქსი შეიძლება ასევე ეპილეფსიაზე. როდესაც ეპილეფსია გვაქვს, ჩვენ არ ვაძლევთ არც ერთ დრაჟეს გარდა რელაქსისა და ხეფისა. აი ეს ორი დრაჟე შეიძლება, როდესაც გვაქვს ფსიქიური აშლილობები, ძალიან სერიოზული დეპრესია, ძალიან ესეთი ნევროზი, ისეთი რომ ადამიანი უკვე всё, ძალიან ცუდად არის, ვერანაირ ხმაურს ვეღარ იტანს, შენი ფეხის ესე ვთქვათ, ნაბიჯების ხმასაც ვეღარ იტანს ოჯახში, ხო, ეს არის უკვე ნერვული სისტემა რომ გამოსულია წყობილებიდან. ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი მოვაბრუნეთ, ასე ვთქვათ, ადეკვატურ მდგომარეობას ჩავაყენეთ, მათი ხედვა, მათი მზერა, მათი ნერვული სისტემა, ვინაიდან ეს ორი უძლიერესი ერთად არაჩვეულებრივია და მინდა გითხრათ, რომ მე ხეფის დავუდგომ სერიოზულ დროს და გეტყვით, რა სასწაულებს ახდენს ცოტა ისეთ დიაგნოზებში, რომლის განკურნებას თითქმის წარმოუდგენელი მიგვაჩნდა 21 საუკუნე. ჩემო ძვირფასებო, ეხლა რა მინდა გითხრათ. რელაქსით ვიწყებთ, იმიტომ რომ ჰარმონიაში მოდის ყველა უჯრედი. როდესაც, ესე იგი, სტრესის ჰორმონი უკვე, ასე ვთქვათ, არის აღარ არის ისეთი დოზით სისხლში, თვითონ ეს უჯრედების გარსი ხდება სფეროსებური, ეს იმას ნიშნავს ანატომიურად, რომ მასში ყველა ფორა, ყველაფერი გადაჭიმულია ისე და სისხლში რომ მიდის ასეთი საშენი მასალები და ესე მიზიდულობის ძალით უფრო ადვილად იკვებება, ივსება უჯრედი და ხდება როგორც ესე იგი შეტანა ამ საშენი მასალის, ასევე გამოდევნა იმ ცუდი ნაწილაკების და ცუდი ნარჩენი მასალებისა, რაც მას აღარ ჭირდება. ანუ აი გარეკანს უსწორებს სფეროსებურ ფორმას აძლევს, ზუსტად ეს მოდუნებული, აი ეს ზუსტი, აი ესეთი უნდა იყოს. სფეროს, აი როგორც მძივი, ისეთი სფეროსებრი ფორმის უნდა იყოს უჯრედი და როდესაც ჩვენ გვაქვს რავე გარემო სტრესი, ისინი არიან როგორი ქიშმიშივით, ესე ვთქვათ, აი დამახინჯებულები და ფორები დამალული და ვეღარც იკვებება, ვეღარც იწმინდება და всё დგება ძალიან სერიოზულ მდგომარეობაში არის. ეხლა ნახეთ რა ხდება. ჩვენ რას ვაწვდით დრაჟეებით უჯრედს? 12 ვიტამინს, 17 მინერალს, 22 ამინომჟავას ყველაში შედის. ასევე შედიან პოლიუჯრედი მჟავები, შედიან ანტიოქსიდანტები და ისეთი ძლიერი ბიოფლავონოიდები, რომლებსაც ისეთი შენაერთები აქვს, მაგალითად ისეთ რუტინი, სერინი, კარნიტინი, არგინინი, ხო, ისეთი ნივთიერებები, რომელიც მაგალითად რუტინს, როდესაც მე ვნახე მისი ფორმულა 4000 შენაერთი აქვს და ისეთ რამეს აკეთებს, ანტიმუტაგენებიც კი არიან ეს ბიოფლავონოიდები. და თუ კი რაიმე მემკვიდრული დაავადებები დაგიტოვათ წინაპრებმა, ისინიც კი ნელ-ნელა სწორდება და აღარ ითოგუნება, ასე ვთქვათ, და უმჯობესდება თქვენი გენეტიკური მონაცემები.